პირველი სამუშაო დღე აქვს ახალთანამდებობაზე და ახალ უწყებაში დღეს ელგუჯა ხოქრიშვილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე წარდგენილი ინფრასტრუქტურის ყოფილ ხელმძღვანელს დღეს გარემოს დაცვის სამინისტროში ელოდებიან. ელგუჯა ხოქრიშვილი ამბობს, რომ ყველა ის წამოწყება, რაც მისმა წინამორბედმა მინისტრმა დაიწყო, გაგრძელდება. რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავს სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, რომელმაც უწყების მოადგილის თანამდებობიდან მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა. გეგმავ მე რომ ჯერ ძველ სამინისტროში თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო აყოფიერი თანამშრომლობისთვის, შემდეგ უკვე ახალ სამინისტროში შევალ და ასევე მექნება შეხვედრა თანამშრომლებთან და სამომავლო გეგმებს უახლოეს მომავალში უკვე კონკრეტულად გაგაცნობთ. გეგმები არის მართლა ძალიან ბევრი და პრიორიტეტებს რაც შეეხება, ჩვენი პრიორიტეტი ბუნებრივია, იქნება სოფელი, იქნება გლეხი, იქნება ფერმერი და ყველა ის კომპონენტი, რაც მათთან არის დაკავშირებული. თუ ჩვენ რაიმის გაკეთება შეგვიძლია გლეხების საკითხი ვდგავთ, ჩვენ ამას მაქსიმალურად გავაკეთებთ. შესაბამისად, არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელშიც უფრო სიღრმისეული ჩახედვაა საჭირო, მიუხედავად იმისა, მე აქ ვარ და რეალურად უკვე ვიცნობ ყველა დარგს და ყველა მიმართულებას, მაგრამ ეს უკვე პრინციპულ შეხედულებებსა და შეთანხმებებზეა დამოკიდებული.